იმედია რომ ეს ტელეფონი კიდევ არ გადავარდება. მოკლედ, სერფინგის სკოლაში ვარ, სადაც მე არ დავდივარ, მაგრამ აღმოაჩინე ძალიან საყვარელი, ძალიან კაი ხალხია. მომავალში აქ მოვალ ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს სანტა-რიტა. სანტა-რიტაზე ვარ ახლა, იმ ადგილზე სადაც ვცხოვრობ, ბოლო 1 კვირაა. სანტა-კრუსთან 4 კილომეტრის მოშორებითაა. ეს სპოტი არის ერთ-ერთი სასერფინგო, წყალი არის ისეთი წყნარი, რომ ადამიანი იფიქრებს, რომ უბრალოდ მედიტერანზე არის და არა ატლანტიკის ოკეანეზე. ხო და მოკლედ ძალიან მინდა რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია, ჩემი და სერფინგის ისტორია. და რა ლეველზე ვარ ახლა? ვერ ავწდი. დამწყები ადამიანების სერფინგის ლეველს ვერ გადავედი. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩემთვის. ამხელა ფიზიკური დატვირთვა მე ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ მაქვს. ანუ არც ფრანკფურტში მაქვს, არსად რა. სხვა თემა, აი სულ სხვა რაღაც არის, როდესაც ნამდვილად სერფინგზე დადგები და მოკლედ რაღაცებს აკეთებ. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაც უნდა მოგიყვეთ და რაღაც უნდა განახოთ. ის ლამაზი თეთრი სასერფინგო დაფა ამ სკოლის მასწავლებელმა მომცადა ისე მითხრა რომ მე ხო შენ ვიდეოს რო იღებო მე ხო ძალიან ლამაზ სერფინგის დაფას მოგცემო. იმიტომ რომ კითხე მე ვიდეოს არ აღვევი და ფოტოების აქ შენი სკოლის უკან ხო შეიძლება მეთქი და კი როგორ არ შეიძლებაო. have fun. მე და ინგლისურია. არა, ინგლისური აუცილებლად უნდა გავამჯობესო. ოკეი. შესავალი მორჩეს. ეხლა ყველაზე მეტად რაზეც მინდა საუბარი არის, თვითონ სერფინგის პროცესი. დღეს არის მე-6 გაკვეთილი, რომელზეც შევალ. მოკლედ. ეხლა რა ხდება? სერფინგი ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი რაღაცაა. თვითონ წყალში შესვლაც არის ძალიან მედიტაციური პროცესი. ტალღებზე დადგომაც ცხოვრებას გავს, აი თითქოს ტალღები რომ მოდიან და ჯერ ჭრილი რო ჩანს და მე რო გაიბურცებიან და მთებივით თავზე გადგანან, აი მაგ პროცესის გადალახვაც ჩემთვის არის აი რაღაც სტრესს უკავშირდება ცხოვრებაში რომ სტრესი გაქვს და სტრესი გინდა რომ გადალახო, აი ზუსტად მაგას უკავშირდება ჩემთვის სერფინგი. მაგრამ ამასთანავე შევამჩნიე ერთი რაღაც რომ წყლის არ მეშინია. ცურვა ვისწავლე ბავშვობაში, ჩვენთან სოფელთან არის ახლოს მდინარე, მთის მდინარე სხვა სოფელში. ქვია ხანისწყალში ვისწავლეთ ცურვა, მთის მდინარე არის და კიდევ შავ ზღვაზე. ამის შემდეგ არასდროს არ გამჭირვებია სადმე გაცრუა ან ტბაზე ან ზღვაზე და ასე შემდეგ. ოკეანეს აქვს სხვა აგებულება. იმიტომ რომ სხვანაირად ითრევს რა წყალი ადამიანებს ოკეანეში. იქცევა მოქცევა უფრო თვალსაჩინოა, უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს. ერთო როგორც ხელა ძლივს გამოვიდა მზე. ძალიან დიდი ხანი მზე არ გამოსულა, 1-3 დღე არის. ნორმალურად მზე არ გამოსულა. ხა შევწყვეტ, იმიტომ რომ ვიღაც ხალი მოდის. ოპა. არა, ბატონ და შევწყვეტ, ძალიან საყვარელი. შევამჩნიე რომ მაგარი მშიშარა ვარ. და ტალღების მაგრა მეშინია. მაგრად მეშინია რომ იმხელა ტალღა მოვა, რომ გადამყლაპავს. რომ თავზე გადამივლის, ცარიცხი მანქანასავით დამატრიალებს. და მაგრად მეშინია, რომ ამ ტალღას ვერ გავუმკლავდები. და ამაზე საუბარი ხლა რატომ მინდა? ჩემთვის სერფინგი არის ძალიან მედიტაციური და ძალიან ცხოვრებისეული ამბავი. სერფინგს შეუძლია ჩემს შემთხვევაში ჩემი ყველა სტრესი, ყველა შიში, ყველა ჭრილი ამომიყაროს და ძალიან ზედაპირზე ამოაქვს ხოლმე და ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ჩემი სტუმრობა ყოველთვის არის საკუთარ თავთან სიახლოვე, როცა ბორცზე ვზივარ ხოლმე და სიღრმეში ვარ გასული და ტალღას ველოდები რომელიც უნდა ავიღო და გამოვიდე გარეთ და გავა სერფინგო, ყოველთვის არის ესე რომ ეს ტალღები თითქოს აი რაღაც ბარიერებია, რომლებიც უნდა გადავლახო. აი ყოველთვის ესეთი შეგრძნება მაქვს და ერთი სული მაქვს ხოლმე, აი ჩემი ბარიერი როდის მოვა, აი ჩემი საზომი, რომელსაც შეიძლება რომ მართლა რომ გავუმკლავდე. და ეს არის იმდენად სიღრმისეული აქტი ჩემთვის, რომ რა ვიცი, აი ცხოვრებაში ესეთი გამოცდილება არც ერთ სპორტში არსად არ მქონია. ამიტომ სერფინგი არის ძალიან სპირიტუალური ამბავი. Yes. No. Fine. ოკეანეში რო შევდივარ სერფინგის დაფით და ვუყურებ როგორ იზრდებიან ტალღები,
ძალიან დიდი ტალღა თუ მოდის მეშინია ხოლმე და სანამ გადყდება ტალღა ან ძალიან ამოიბურცება მირჩევნია რომ აი შიგნით ვიყო შესული რომ აი დასაწყის ტალღის დასაწყისს ვხედავდე მეშინია რომ ვერ დავდგები მეშინია რომ ეს ტალღა ჩამითრევს მეშინია რომ დამატრიალებს სარეცხი მანქანასავით ველოდები ხოლმე ყოველთვის ჩემს ზომა ტალღას ანუ არც ძალიან დიდი არ უნდა იყოს და არც ძალიან პატარა რაც საშუალო მაგაზე მეცინება იმიტომ რომ დიდხანს ვარ ხოლმე მე წყალში და ველოდები ამ ტალღას როდის მოვა ჩემამდე ხო და ზოგჯერ ახლა 10 წუთი ველოდები ხოლმე ჩემს ზომა ტალღას რომელთაც არ შემეშინდება სერფინგის დროს ადამიანები ძალიან ბევრ სხვადასხვა მუსკულს იყენებენ რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ვიყენებთ და მთელი შენი სხეული მუშაობს მაშინ, როდესაც ბორცზე ხარ. იმიტომ რომ აი მთელი სხეული მობილიზებული გაქვს. ადამიანები, რომლებიც ძალიან სპორტულები არიან და აი ათლეტები არიან, კარგად გამოდით ეს სპორტი, მაგრამ მე აღმოაჩინე, რომ იქედან გამომდინარე, რომ კი სპორტული ვარ, მაგრამ ათლეტი არ ვარ და თან მშიშ არა ვარ, მაინც და მაინც კარგად არ გამომდის. მაგრამ მაინც არ ვეშვები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. და კიდე რაც აღმოაჩინე საკუთარ თავში არის ის, რომ რაღაცა რო არ გამომდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის 100% უნდა გამომივიდეს. მთავარია, რომ ამ პროცესისგან ვიღებ სიამოვნებას. აი ყველაზე მაგარი მაინც ეს არის. ან cool არის სერფინგი. ჯერ ერთი ეს დაფახლამაზია. მეორე ოკეანეში თვითონ შესვლა და შენი ტალღის დალოდება, ლოდინი სპირიტუალური რაღაც არის, იმიტომ რომ ამხელა ოკეანეში ჯერ რო წარმოიდგენ რამხელა და მეორე აი გახარ ზიხარ ბორცზე და ელოდები შენს ტალღას. არ ვიცი, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს. თან პორტუგალია მე ყოველთვის ეს აღფრთოვანების რო ლაპარაკობ პორტუგალიაზე, მაგრამ რა ვქნა ხო ესე არის. მიკერძოებული არ ვარ. პორტუგალია არის ულამაზესი ქვეყანა. მთებით, გორაკებით და აი ისეთი ლამაზი პლაჟები აქვს, რომ არ ვიცი, მაგრამ ეხლა ხო ცხელა გარეთ და მზიანათებს, აფანაკება სიცხეა. ისეთი ცივია წყალი, რავი რა. აი, მუხლებამდე თუ ჩავალ. სერფინგის კოსტუმის გარეშე წყალში ვერ ჩავდივარ. ძალიან იშვიათად. ხანახან არის ხოლმე 35 გრადუს თუ მიაღწევს, 31-32 გრადუს თუ მიაღწევს ხოლმე სიცხე, აი მაშინ შევალ ხოლმე წყალში. არ ვიცი. ყველას გირჩევთ რა ერთხელ მაინც გამოსცადოთ სერფინგი. So that was for today.